განახლებულ მონაცემებს მოგაწვით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ბოლო კვირის მონაცემებით უკვე საავადმყოფოებში რესპირაციული სინციტიული ვირუსით ავადობა მიმართვიანობა გახდა უპირატესი და მისი წილი საერთო ვირუსებს შორის არის უკვე წამყვანი. 38%-ია რესპირაციული სინციტიული ვირუსით მოთავსებული პაციენტების რაოდენობა და გრიპის 36%. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ კითხვაზე პასუხის გასაცემად, არის თუ არა გრიპის სეზონური მატება ეხლა დასრულებისკენ. Აი ამ მონაცემებიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ წინა კვირების განმავლობაში, უпроსტად წინა თვეების განმავლობაში გრიპი იყო დომინანტური ვირუსი, როგორც საავადმყოფოებში, ისე პირველადი ჯანდაცვის სრბოლში მომართვიანობის თვალსაზრისით, აი ბოლო კვირის მონაცემებით, ბოლო 2 კვირის მონაცემებით ეს დომინაცია უკვე დასრულდა და ის რაც მოსალოდნელი იყო, უფრო და უფრო მეტია მიმართვიანობა განპირობებული პირველად ჯანდაცვაში გამოწვეული რინოვირუსით და რესპირაციული სინციტიული ვირუსით თითქმის გაორმაგებულია წინა კვირასთან შედარებით და როგორც მოგახსენეთ და როგორც თქვენ აღნიშნეთ შესავალში კლინიკებში მიმართვიანობის თვალსაზრისით უკვე წამყვანი ვირუსი გახდა რესპირაციული სინციტიული ვირუსი. ბატონო მენე რას ნიშნავს რესპირაციული სინციტიური ვირუსი? უფრო რომ განვმარტოთ გრიპის ვირუსისგან რითი განსხვავდება? სიმპტომებია სხვანაირი, შედეგი შეიძლება სხვანაირი ქონდეს, არის განსხვავებები რომ გითხრათ? განსხვავება ძირითადად გახლავთ მიმდინარეობის ფორმაში, კლინიკური მიმდინარეობის ფორმაში. რესპირაციული სინციტიული ვირუსი თავისი სახელიდან გამომდინარე უფრო აზიანებს ქვემოსასუნთქი გზების გარსებს, ქვემოსასუნთქი გზების ბრონქიოლებს, უფრო ზუსტი თუ იქნებით ბავშვებში, რაც ვლინდება 2 წლამდე ასაკში კლინიკურად ბრონქიოლიტის განვითარებით. ბრონქიოლიტი ეს არის ანთებითი პროცესი, გამოწვეული სწორედ უმეტეს შემთხვევაში ამ ვირუსის მიერ და მისთვის წამყვანია შეტევითი ხასიათის ძლიერი ხველა, გახშირებული სუნთქვა, სუნთქვაში დამხმარე მუსკულატურის მონაწილეობა და მსტვინავი ხიხინი. ეს მდგომარეობა იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ ძალიან ხშირად საჭირო ხდება ბავშვის გადაყვანა სტაციონარში, ჟანგბადის დამატებითი მიწოდება, სხვა დამხმარე თერაპიის განხორციელება. მოზრდილებში იმავე ვირუსს, განსაკუთრებით 65 წლის ზემოთ ასაკის ადამიანებში უკვე ფილტვის ანთების გამოწვევა შეუძლია. ასე რომ გრიპისაგან განსხვავებით მას არ ახასიათებს თქვა თავის ტკივილი, სახსრებისა და კუნთების ტკივილი, არ ახასიათებს უმადობა, ძლიერი საერთო სისუსტე. ეს უკვე გრიპისთვის დამახასიათებელია. ასევე არ ახასიათებს მას მაღალი ტემპერატურა, რომელიც კლასიკურად გრიპის ვირუსის შემთხვევაში ერთ-ერთი წამყვანი ნიშანია. ამიტომ რესპირაციული სინციტიული ვირუსი კონკრეტულად მოქმედებს სასუნთქ სისტემაზე, ფილტვის ანთება, გახშირებული სუნთქვა, შეტევითი ხველა, წვრილი ბრონქიოლების დაზიანება, ეს არის მისი ფოკუსი. ამიტომ ამ თვალსაზრისით რადიკალური განსხვავება ამ ვირუსს შორის და დაავადების მიმდინარეობის მიხედვითაც ექიმს შეუძლია კაფიოდ განსაზღვროს რა გვაქვს კონკრეტულ პაციენტთან გრიპით გამოწვეული ავადობა თუ რესპირაციული სინციტიური ვირუსით გამოწვეული ავადობა. მის საწინააღმდეგოდ ეფექტური საშუალება არ არსებობს. ანუ თუ ჩვენ ახლა რაიმე დამხმარე თერაპიაზე ვსაუბრობთ, ბავშვებში ეს არის ძირითადად ჟანგბადის დამატებით მიწოდება, აუცილებლობის შემთხვევაში, სითხის გადასხმა, ინჰალაციური თერაპია და ეს არის და ეს არანაირი ანტიბიოტიკი მასზე არ მოქმედებს, არანაირი ანტივირუსული საშუალება მის საწინააღმდეგო არ არსებობს, რა თქმა უნდა, ფილტვების ანთების შემთხვევაში სხვა მკურნალობის ტაქტიკაა, მაგრამ მიზანმიმართულად ამ ვირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტი ჯერჯერობით შექმნილი არ არის. რაიმე კონკრეტული დღეების რაოდენობა არის საჭირო იმისთვის, რომ ეს ვირუსი ორგანიზმიდან წავიდეს, რა თქმა უნდა, მკურნალობის პარალელურად თქვენ რადგან აღნიშნეთ, რომ ანტიბიოტიკები არ შველის, რაღაც გარკვეული ვადა ხომ არ უნდა მოიხადოს ამ ვირუსმა იმისთვის, რომ ორგანიზმი დატოვოს. ამ ვირუსის მიმდინარეობა შეიძლება ერთი და იგივე ასაკის ბავშვი სრულიად განსხვავებული იყოს. ეს ვირუსი არ იწვევს ყოველთვის მძიმე მიმდინარეობას და ყოველთვის არ ხდება აუცილებელი საავადმყოფოში მოთავსება. თუ საავადმყოფოში მოთავსება გახდა საჭირო, აქ უკვე ძირითადი გადაწყვეტილება, რამდენად ეს პროცესი დასრულებისკენ მიდის, არის იმ ნიშნების გაქრობა, რაც გახდა საავადმყოფოში მოთავსების მიზეზი. ანუ სუნთქვის სიხშირე უნდა ნორმალიზდეს,
ხველის ინტენსივობა უნდა შემცირდეს და მწვინავი ხიხინი, რომელიც პირდაპირ მიუთითებს აი ამ წვრილი ბრონქიოლების ანთებაზე, მწვინავი ხიხინიც უნდა გაქრეს. შესაბამისად, ჟანგბადის მიწომედების აუცილებლობა აღარ უნდა იყოს საჭირო. ეს შეიძლება მოხდეს 3 დღეში, 4 დღეში, 6 დღეში, მაგრამ როგორც წესი, აი ამ პერიოდზე მეტი ეს პროცესი არ ხანგრძლივდება, რა თქმა უნდა, თუ ფილტვების ანთება არ განვითარდა, ფილტვების ანთების დროს შეიძლება მკურნალობის პროცესი ცოტათი უფრო მეტად ხანგრძლივი იყოს, მაგრამ როგორც წესი, ეს არ არის გახანგრძლივებული ჰოსპიტალიზაციის გამომწვევი და უმეტეს შემთხვევაში ბავშვები შეიძლება გამოჯამთრდნენ ძალიან სწრაფად, მაგრამ ყველაზე მთავარია თუ ეს დაავადება განვითარდა თავისი კლასიკური მიმდინარეობით და სუნთქვის გახშირების, შეტევითი ხველის და წვრილი ბრონქიოლების დაზიანების გამო საჭირო გახდა ჟანგბადის დამატებითი მიწოდება, მაშინ ეს ბავშვი აუცილებლად უნდა იყოს საავადმყოფოში. ერთ-ერთი მიმანიშნებელი შეიძლება იყოს სატურაციის შემცირება, პულს ოქსიმეტრი, რომელიც დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქის ოჯახში არის და კორონავირუსმა კარგად გვასწავლა თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს ხელსაწყო, აი პულს ოქსიმეტრით 94-ის ქვემოთ ჟანგბადის გაჯერების მაჩვენებელი უკვე მიმანიშნებელია, რომ აქ შესაძლებელია ჟანგბადის დამატებითი მიწოდება გახდეს საჭირო და განსაკუთრებით 2 წლამდე ასაკში, აი ამ ასაკობრივ პერიოდს უსვამ ხაზს, როდესაც ჩვენ შეგვიძლია ბრონქიოლიტის დიაგნოზი დავსვათ, ასაკიდან და დაავადების მიმდინარეობიდან გამომდინარე, უმჯობესია ესეთი კლასიკური კლინიკური სურათის მქონე ბავშვები იყვნენ ჰოსპიტალიზებული და იმყოფებოდნენ კვალიფიციური მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ. გრიპის ვირუსიც მინდა გკითხოთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გრიპის ვირუსი უკვე დასასრულისკენ მიდის? აქაც ალბათ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გვაძლევს იდეალურ შესაძლებლობას ამ კითხვაზე პასუხი გავცეთ და მეორე აღვნიშნოთ თუ რა ტიპის ვირუსი არის ახლა საქართველოში დომინანტური. ჩვენ ბოლო კვირეების განმავლობაში ვსაუბრობდით, რომ B გრიპის ვირუსი იყო ყველაზე ხშირად გავრცელებული და მისი წილი მართლაც ძალიან მაღალი იყო უკვე დაწყებული იანვრის თვიდან. აი ბოლო კვირის მონაცემები კალენდარული წლის მე-12 კვირაზე ვსაუბრობ, უკვე მიუთითებენ, რომ B გრიპის წილი მკვეთრად შემცირდა და თუ უფრო კონკრეტულად ვიტყვი 67%-დან 27%-მდე ჩამოვიდა, მაგრამ მოიმატა ეგრეთ წოდებული H3 ტიპის ვირუსმა, ეს უკვე A ტიპის ვირუსია და თუ მისი მაჩვენებელი რამდენიმე კვირის წინ 5% იყო, ახლა უკვე 23%-ია. ანუ B ტიპის ვირუსი თანდათან უკვე ჩანაცვლდა A ტიპის ვირუსით. ეს კლინიკურად არაფერს არ ნიშნავს, არანაირი განსხვავებული მიმდინარეობა დაავადების ან განსხვავებული მკურნალობის ტაქტიკა A და B ტიპის ვირუსს აჭირდება, მაგრამ იმ სფეროში, რასაც ვირუსოლოგია, ეპიდემიოლოგია და ინფექციური დაავადებათა სპეციალისტის კომპეტენცია ქვია, ეს საჭირო ინფორმაცია, ვინაიდან გარკვეულწილად მიუთითებს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას. მთლიანობაში გრიპის ვირუსის ხვედრითი წილი პიკურ მაჩვენებელს აღწევდა თებერვლის ბოლოსკენ, მაშინ 85% იყო ვირუსებს შორის გრიპის ვირუსის ხვედრითი წილი ძალიან მაღალი იყო 85%. ეხლა ეს მაჩვენებელი ყოველკვირეულად მცირდება და წინა კვირის მონაცემით, ბოლო მონაცემით მე-12 კვირაში ეს უკვე მხოლოდ 60%-ია. ალბათ ეს ტენდენცია დარწმუნებული ვართ, რომ გაგრძელდება მომდევნო კვირეების განმავლობაშიც და სავარაუდოდ ძალიან რთულია ამ პროგნოზის გაკეთება, მაგრამ აპრილის ბოლოსთვის ალბათ ჩვენ შეგვეძლება თქმა, რომ გრიპის სეზონური მატება საქართველოში დასრულდა, გრიპის მატების პერიოდი, რომელიც ნოემბრიდან დაიწყო, როგორც წესი, უხშირესად მარტის ბოლოს, აპრილში მთავრდება, თუ არ ჩავთვლით კორონავირუსის პანდემიის შემდგომ პერიოდს, როდესაც ეს თვეები გაცილებით უფრო მეტი იყო და ივნისში და ივლისშიც ჰქონდა ჩვენ გრიპის შემთხვევები, ასე რომ იმედი გვაქვს, რომ წლევანდელი წელი იქნება კლასიკური და აპრილში ალბათ აღარ გვექნება საუბარი გრიპის ვირუსზე.